დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია შეზღუდავს კონგრესთან საიდუმლო ინფორმაციის გაზიარებას, მას შემდეგ რაც CNN-მა გაავრცელა ამერიკის სადაზვერვო სააგენტოს ადრეული შეფასება, რომელიც ვარაუდობდა, რომ ირანზე თავდასხმებმა ბირთვული ობიექტები არ გაანადგურა. როგორც თეთრი სახლის მაღალი თანამდებობის პირმა CNN-თან განაცხადა, ადმინისტრაციაში მიიჩნევენ, რომ ამერიკის სადაზვერვო სააგენტოს ადრეული მოხსენების გაჟონვა მას შემდეგ მოხდა, რაც შეფასება განთავსდა კაპნეტზე, სისტემაზე, რომელიც გამოიყენება კონგრესთან საიდუმლო სადაზვერვო ინფორმაციის გასაზიარებლად. თურქეთის ცენტრალურმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად დატოვა, რის შედეგადაც ქვეყანაში ძირითადმა განაკვეთმა 46% შეადგინა. როგორც ცენტრალურ ბანკში აცხადებენ, ინფლაციის დონე სტაბილურად იკლებს და 2026 წლიდან ქვეყანა შედარებით რბილ მონეტარულ რეჟიმზე გადავა, რადგან გრძელვადიან პერსპექტივაში 46%-იანი განაკვეთის შენარჩუნება შეუძლებელია. შენელებული ეკონომიკური ზრდის ფონზე ჩინეთის ცენტრალურმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკა უცვლელად დატოვა, შედეგად 1 წლიანი განაკვეთი 3%-ით განისაზღვრა, ხოლო 5 წლიანი განაკვეთის მოცულობა 3.5%-ზე დარჩა. როგორც ცენტრალურ ბანკში განმართავენ, აღნიშნული გადაწყვეტილება პირდაპირ კავშირშია მოსალოდნელზე უარეს ეკონომიკურ აქტივობასთან, რასაც საწარმოო ინდექსის კლება და ამერიკის პრეზიდენტის მიერ წამოწყებული სატარიფო ომი განაპირობებს. მართალია ცენტრალურ ბანკს განაკვეთის შემცირება სურს, თუმცა ინფლაციური სტატისტიკა ამის გაკეთების საშუალებას არ იძლევა, რაც უწყება სტრატეგიული უძრაობისკენ უბიძგებს. ირანული ნავთობის მთავარ იმპორტიორად ისევ ჩინეთი რჩება. კონკრეტულად, ჰორმუზის სრუტის გავლით ყოველდღიურად ირანი 1.38 მილიონ ბარელ ნავთობს აწვდის ჩინეთს, რითაც მათი მოთხოვნის 13.6%-ს აკმაყოფილებს. აღსანიშნავია, რომ აზიური გიგანტი ამ თვალსაზრისით ირანის მთავარი სავაჭრო პარტნიორია, მისი ნავთობის ექსპორტის 90% სწორედ ამ ქვეყანაზე მოდის. ირანულ ნავთობს მხოლოდ მცირე და დამოუკიდებელი ნავთობგადამამუშავებელი კომპანიები ყიდულობენ. მსხვილი ბიზნესი ითვალისწინებს შტატების მიერ დაწესებულ სანქციებს და ერიდება ირანთან ვაჭრობას. მეტიც 2022 წლის ივლისიდან ჩინეთი ირანს ნავთობის მიმწოდებელთა სიაშიც აღარ მოიხსენიებს. ბოლო პერიოდში დაწესებული დამატებითი სანქციები ასევე აისახა არსებულ მაჩვენებლებზე, გასულ წელთან შედარებით, როცა ჩინეთი ირანისგან ყოველდღიურად 1.48 მილიონ ბარელ ნავთობს ყიდულობდა, წელს ექსპორტი 7%-ით შემცირდა. არაბთა გაერთიანებული საამიროების უმდიდრესი საამიროს დუბაის ხელისუფლებამ არარეზიდენტი ინვესტორებისთვის უძრავი ქონების გასხვისების პროცედურებს ართულებს. ახალი კანონის თანახმად მინდობილობის მიცემის პრაქტიკა აიკრძალება, ანუ უძრავი ქონების გაყიდვის პროცესს ბინის, სახლის თუ კომერციული ფართის მფლობელი თავად უნდა დაესწროს. ამ გზით ქვეყნის ხელისუფლება უძრავი ქონების სექტორში მეტი გამჭვირვალობის შეტანას გეგმავს. ახალი კანონმდებლობა ძალაში მიმდინარე კვირას შევა. მას შემდეგ, რაც უძრავი ქონების გამყიდველი ვალდებული იქნება არაბთა გაერთიანებულ საამიროებში რეგისტრირებულ ბანკში ანგარიშის ნომერი გახსნას, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში ტრანზაქციიდან მიღებულ შემოსავალს ვერ გამოიყენებს. როგორც სახელმწიფო უწყებებში განმარტავენ, მინდობილი პირის ინსტიტუტი კვლავაც იარსებებს, მაგრამ თავად თანხა ბინის მესაკუთრის ანგარიშზე უნდა ჩაირიცხოს. ელექტრონული კომერციის ამერიკული გიგანტი Amazon-ი მომდევნო 3 წლის განმავლობაში გაერთიანებულ სამეფოში დამატებით 54 მილიარდის ინვესტიციებს განახორციელებს. კომპანიის განცხადებით, დაფინანსება თანამედროვე სადისტრიბუციო ცენტრების მშენებლობას მოხმარდება და ქვეყანაში ათასობით სამუშაო ადგილს შექმნის. გაერთიანებული სამეფო ამერიკის შეერთებული შტატებისა და გერმანიის შემდეგ Amazon-ისთვის სიდიდით მესამე უმსხვილესი ბაზარია. 2024 წელს არჩეული ლეიბორისტული მთავრობა, რომელმაც ეკონომიკის სტიმულირებისთვის უცხოური ინვესტიციების ზრდა დაისახა პრიორიტეტად, Amazon-ის გადაწყვეტილებას ქვეყნის პოლიტიკის მიმართ ნდობის გამოხატულება დაფასებს. ამერიკული კომერციული გიგანტის განცხადებით, უახლესი დაფინანსების ფარგლებში აღმოსავლეთ მიდლენდსში, ცენტრალურ ინგლისში 2 ახალი მოწინავე სადისტრიბუციო ცენტრი აშენდება, რომელთა გახსნაც 2027 წელს იგეგმება. აღნიშნულ გეგმას ემატება ჰალისა და ნორთჰემპტონის ობიექტები, რომლების შესაბამისად წელს და მომდევნო წელს გაიხსნება. Amazon-ის ინფორმაციით, ჰალისა და ნორთჰემპტონის ობიექტებიდან თითოეულ ქვეყანაში დამატებით 2000 სამუშაო ადგილი შეიქმნება. ამჟამად კომპანია გაერთიანებულ სამეფოში 75,000-მდე პირს ასაქმებს, რაც მას კერძო სექტორის 10 საუკეთესო დამსაქმებელს შორის აქცევს. პარალელურად ამერიკული კომპანია გაერთიანებულ სამეფოში ახალი მიწოდების ცენტრების შექმნას 100-ზე მეტი არსებული ქსელის განახლებასა და გაფართოებას გეგმავს. ევროპაში ელექტრომობილების ამერიკული მწარმოებლის Tesla-ს გაყიდვები კლების ტენდენციას განაგრძობს. რეგიონში კომპანიის ახალი ავტომობილების გაყიდვები მაისში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 27.9%-ით შემცირდა. ეს ფაქტი განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს იმის ფონზე, რომ ამავე პერიოდში ევროპაში სრულად ელექტროძრავი დაღჭურვილი ავტომობილების გაყიდვები 27.2%-ით გაიზარდა. ევროპის ავტომობილების მწარმოებელთა ასოციაციის მონაცემებით, რეგიონში ავტომობილების საერთო გაყიდვები 1.9%-ით გაიზარდა. ყველაზე ძლიერი ზრდა კი პლაგინ ჰიბრიდებისა და ალტერნატიულ საწვავზე
მომუშავე მანქანების კუთხით დაფიქსირდა. ამის ფონზე ტესლას გაყიდვები ევროპაში უკვე მეხუთე თვეა ეცემა. როიტერსის დაკვირვებით ამის მიზეზი ის არის, რომ მომხმარებლები უფრო იაფ ჩინურ ელექტრომობილებზე გადადიან და ზოგიერთ შემთხვევაში ტესლას აღმასრულებელი დირექტორის ილონ მასკის პოლიტიკის წინააღმდეგ გამოდიან. მსგავსი შემთხვევები უფრო ხშირი იყო, როდესაც მასკი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოსტს იკავებდა. ტესლას ევროპული ბაზრის წილი მაისში 1.2%-მდე შემცირდა, გასული წლის 1.8%-თან შედარებით. განახლებული Model Y კომპანიის მოძველებული მოდელების ხაზის გამოცოცხლებას ისახავს მიზნად, რადგან ტრადიციული ავტომწარმოებლები და ჩინური კონკურენტები სავაჭრო დაძაბულობის ფონზე ელექტრომობილებს სწრაფი ტემპით უშვებენ. Chato Dynamics-ის მიერ სამშაბათს გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად ჩინურმა მწარმოებლებმა გასულ თვეში ევროპაში გაყიდვების მიმართულებით ძლიერი ზრდა შეინარჩუნეს. მათ ჩინურ ელექტრომობილებზე ევროკავშირის ტარიფების მიუხედავად 65,800 ავტომობილი გაყიდეს და ბაზრის წილი 5.9%-მდე გააორმაგეს. ევროპარლამენტის სატრანსპორტო საკითხებზე მომუშავე კომიტეტმა მხარი დაუჭირა ცვლილებებს, რომლითაც მგზავრებს უფლება ექნება 7 კილოგრამამდე ხელბარგი ბორტზე უფასო დაიტანონ. როგორც პოლიტიკო წერს, თუ ევროკავშირის წევრი ქვეყნები ცვლილებას დათანხმდებიან, მაშინ 7 კილოგრამამდე ბარგის ბორტზე ატანა უფასო გახდება. ცვლილებებს ავიაკომპანიები ეწინააღმდეგებიან და აცხადებენ, რომ იძულებული იქნებიან თვითმფრინავის ბილეთის ფასი გაზარდონ. მოსალოდნელია, რომ ცვლილებას ყველაზე მეტი გავლენა ბიუჯეტურ ავიაკომპანიებზე ექნება, სადაც უფასო მხოლოდ სავარძლის ქვეშ მოთავსებული პატარა ბარგია და მგზავრებს უფრო დიდი ბარგისთვის დამატებით უწევთ გადახდა.